მარნეულის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი ანტისანიტარია. გზის განაპირას ადგილობრივი მოსახლეობა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებს ყრის. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რეაგირება არ მომხდარა, თუმცა ზედამხედველობის სამსახურში საკითხის შესწავლასა და პრობლემების აღმოფხვრაზე აქტიურად მუშაობენ. როგორც სამსახურის უფროსი რევაზარეშიძე აღნიშნავს, კანონდამრღვევი მოქალაქე უმკაცრესი საჯარიმო სანქციებით დაისჯება. რაც შეეხება ნაგვის ქაოტურად დაყრას ტერიტორიაზე, ძალიან ცუდია ეს პირველ რიგში მოსახლეობაში უნდა იყოს ის თვითშეგნება, რომ ეს არის მათი ქალაქია, მათი საცხოვრებელია, მათი შვილები იზრდებიან იქ და არ უნდა მოხდეს რასაკვირველია ასეთი ქმედებები. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, არსებობს საჯარიმო სანქციები. ფიზიკურ პირებზე არის 50 ლარი ჯარიმა, იურიდიულ პირზე არის 200 ლარი ჯარიმა. ეს რაც შეეხება ქუჩებში, პარკებში და სკვერებში უფრო გამკაცრებულია ეს ჯარიმები. და ასევე სამშენებლო ნაგავის, ასევე საყოფაცხოვრებო ნაგვის გადაყრა დიდი რაოდენობით ეს უკვე ჯარიმდება, ფიზიკური პირები ჯარიმდებიან 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი ჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით. ასე რომ ეს უნდა მოსახლეობა მიცოდეს, ჩვენი მხრიდან კი მოძრაობენ ჩვენი თანამშრომლები, მაგრამ თუ უშუალოდ იმ ფაქტს არ შევესწარით, ხო, როდესაც ხდება ამ ნაგვის დაყრა, ისე ძალიან ძნელია. იყო ესეთი შემთხვევა, რომ ჩასაფრება დავარქვათ, დაელოდნენ 2 დღე ელოდა ჩვენი თანამშრომლები ერთ-ერთ ნაგვის ურნასთან, სადაც ძირითადად უფრო ურნა იყო ცარიელი და გარეთ ყრიდნენ ამ ნაგავს. ანუ ურიკებით მიაქვთ და იქვე ურნასთან აწევენ და იქვე დაცლიან ამ ნაგავს. არ აინტერესებთ. ხშირია შემთხვევები, როცა მაღაზიის მეპატრონების გამოვიდა ქუჩის მეორე მხარეს ყრიან, მაგრამ თუ უშუალოდ ფაქტზე არ მოხდა ამის დაფიქსირება, ხო, მერე ძნელია ვიპოვოთ ვინ დაანაგვიანა ესა თუ ის ტერიტორია. კონკრეტულ შემთხვევაში გეტყვით საყოფაცხოვრებო ნაგვის გადაყრასთან დაკავშირებით არსებობს ნაგავსაყრელი, ეს უნდა ხელშეკრულება გაფორმდეს, ან უნდა ეჯერადად მივიდნენ ხელმძღვანელობაში შეუთანხმდნენ და გადაყრონ რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნაგავს. რაც შეეხება სამშენებლო ნაგავს, ამაზე გამგეობა მუშაობს, უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა. უნდა გამოინახოს შესაბამისი ტერიტორია, შესაბამისი ნებართვებით, რომ გამოიყოს ეს ტერიტორია და მოხდეს სამშენებლო ნაგავსაყრელის მოწყობა, რასაც ქვია. რომ უშუალოდ მოქალაქეებმა იცოდნენ, იმ იურიდიულ პირებმა იცოდნენ, რომლებიც აკეთებენ სხვადასხვა შენობების დემონტაჟს, სადაც ხდება იგივე რჩება სამშენებლო ნაგავი, რომ იყოს ადგილი, დღემდე არ არსებობს მარნეულში ესეთი ადგილი, მაგრამ მუშაობთ, უკვე მეორე თვეა ამაზე მუშაობთ, რომ გამოინახოს ადგილი, სადაც შეიძლება რომ სამშენებლო ნაგავი განთავსდეს.